პირველი იარაღიდან საფრანგეთში ნატურალიზაციის საკითხები რთულდება. რა არის ნატურალიზაცია? ნატურალიზაცია ეს არის მოქალაქეობა, ანუ პროცედურა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ღებულობს საფრანგეთის პასპორტს. ამასთან ერთად ღებულობს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც, რა თქმა უნდა, თან ახლავს ამ პროცესს. მაშასე გადავიდეთ უშუალოდ რეგულაციებზე. პირველი, ეს არის ენის დონე. 2026 წლის 1 იანვრიდან ენის დონე გაკონტროლდება ბევრად უფრო მკაცრად და ითხოვენ B2 დონის ცოდნას. ანუ ფრანგულ ენას უნდა ფლობდეთ მინიმუმ B2-ის დონეზე, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სამსახური და საფრანგეთში ინტეგრაცია. რაც შეეხება სამსახურს, უნდა მუშაობდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და გქონდეთ სტაბილური შემოსავალი მინიმუმ 5 წელი, ხოლო რაც შეეხება ინტეგრაციას, უნდა გქონდეთ საფრანგეთის საზოგადოებასთან გარკვეული კავშირები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მესამე პუნქტს, ეს არის გარკვეულ სიტუაციაში, ანუ მაგალითად სტუდენტების შემთხვევაში ითხოვენ 4 წლით საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრებას და სწავლას, გასულ წლებში საკმარისი იყოს 3 წელი საფრანგეთში ცხოვრება და სწავლა იმისათვის, რომ მოგეთხოვათ ნატურალიზაცია. ამ შემთხვევაში 1 წლით გაიზარდა, ასე ვთქვათ, ეს ხანგრძლივობა. მეოთხე პუნქტი. ეს არის ფინანსური გამჭვირვალობა. გადასახადების გადახდა დროულად, არ უნდა გქონდეთ გადასახადები დაგროვილი, ამასთან ერთად არ უნდა გქონდეთ ჯარიმები, სამართლებრივი პრობლემა არ უნდა გქონდეთ. არ უნდა იყოთ საფრანგეთში ნასამართლები. ეს არის ის ძირითადი პუნქტები, რაც შეიცვალა, ეს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც შემოდის 2026 წლის 1 იანვრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ფრანგულ ენაში კარგად მოემზადოთ, ყველა დოკუმენტაცია კარგად შეაგროვოთ, შეინახოთ, ფაქტურები, ასე ვთქვათ, ქვითრები, გადასახადის ქვითრები, კონტრაქტი, სამუშაო კონტრაქტი, აგრეთვე ხელფასის დოკუმენტები, ასე რომ კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, დალაიქეთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და გამომყევით უფრო მეტი საინტერესო ამბებისთვის.